კარგია. ძალიან კარგი. ჩემი ბიჭი მხატვარია. ნიჭიერი. ჩელოზეც კარგად უკრავს. უბრალოდ აუტისტია. დიახ. ვიცი. იცი? გონებრივი განვითარების მნიშვნელოვანი დარღვევა. PDD. ვერბალური კომუნიკაციის მკვეთრად გამოხატული დეფექტი შესაძლებლობების კუნძულებით. როგორ? რანაირად? რამდენი ხანია რაც ვითვალთვალებ? მე განცდა მქონდა რომ თქვენ უშიშროებიდან იყავით. არ ვარ უშიშროებიდან. ხდებით? თქვენთან როგორი წესებია ეს ჩემთვის პირველი შემთხვევაა და როგორც წესი ჩემთან ხდებოდა. რატომ მოხვედით ჩემთან? თქვენ ეს გძაბავთ? რატომ აქვს განცდა რომ დაკითხვაზე ვიმყოფები ადგილზე? შვენიერი ოთახია. აღიც შემოსასვლელში ძალიან მომეწონა. მადლობთ. მე ელა ვარ თქვენ. შეგიძლიათ კვლავ ადამიანებს. თუ ინფორმაციის გახმაურებას უხდით, გპირდებით რომ თქვენი კონფიდენციალურობა აქ აბსოლუტურად დაცული იქნება. სახელს მართლა არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რაც გსურთ ის დამიძახეთ. იმას მაინც მეთქვით, რამდენი წლის ხართ? 5768 წელი მომავალ კვირას მისულდება. ზოგჯერ მეც ასე ვგრძნობ თავს. რა პროფესიის ხართ? ხელოვანი. ამიტომ არ გინდოდათ რომ სახელი გითქვათ. თქვენ ვიღაც ცნობილი ხართ, არა? საკმაოდ ცნობილი. რა სფეროში? თეატრა? ლიტერატურა? მუსიკა? ყველა სფეროში. საინტერესოა. დიახ, საინტერესო. რამეს ხომ არ მიამბობთ თქვენ შესახებ, ან თქვენი მშობლების შესახებ. თქვათ როგორი მამა გყავდათ? მამა არ მყოლია. გარდაიცვალა? არა, ის არასდროს ყოფილა. გასაგებია, ანუ მხოლოდ დედასთან იზრდებოდა. არა, არც დედა მყოლია. რა საკითხია? დაბადებით ოგოლია. თქვენ ოდესმე გიმკურნალია? არა, არასოდეს. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ოპტიმისტი. კიდევ რა იცით ჩემზე? მე ყველაფერი ვიცი. ყველაფერი? ხვე, ლა, ე, ლი. როგორ? რა უფლებით? რამდენი ხანია რაც მithვალთვალეთ? დამშვიდით, თქვენ არავინ არ გითვალთვალეთ. ისიც მე არ ამგონია რომ თქვენი დახმარება შეძლო. თავიდან მიშოვებ? არა, უბრალოდ სასტარტო მდგომარეობა, რომლის განმავლობაში თქვენ უკვე დამკითხეთ, ძალზედ არასასიამოვნო შეგრძნებას მიჩნევს. მე კი ვალდებული ვარ გულწრფელი ვიყო თქვენთან. სიამოვნებით გირჩევთ მინდა. გაბრწანდი! თუ შეიძლება.
იმ სულს მხოლოდ გელაპარაკო. მხოლოდ ესაა, რასაც ჩემგან ვითხოვ. ვინმეს უნდა ველაპარაკო, თუ რაღაც დიდი საშინელება ჩავიდი. რასაც საუბრობთ? რაღაც ძალიან დიდი საშინელება. გისმენთ. მადლობა. მხოლოდ იმ პირობით, რომ სიმართლეს მეტყვით. მაინც ისი მოსმენა გსურჩი. მაგალითად ვინ ხართ? მე არ შემიძლია გითხრათ თუ ვინ. თუ არ გსურთ რომ იხართ? არა, არ შემიძლია. რატომ? მაინც არ გამიჯერა. გამომცადეთ. მე რამდენი ხანია რაც თავს ასე გრძნობ? ას ნიშნავს თავს ასე გრძნობ? ღმერთივით. მე არ ვგრძნობ თავს ღმერთივით. მადლობა ღმერთს წამით მომეჩვენა რომ თქვენ თქვით დიახ, რომ მე ღმერთი ვთქვი რომ მე ღმერთი ვარ. მართლა ძალიან მინდა თქვენი დახმარება ვგრძნობ რომ განსაცდელი წინაშე ხართ, მაგრამ მე ფსიქოლოგი ვარ, არა ფსიქიატრი. არა ფსიქიატრი. არა ფსიქიატრს საშიში არაფერია, ის თქვენ დაგიხმარება. ისიც მე არანაირი გამოცდილება არ აქვს, იმ პრობლემასთან დაკავშირებით რა თქვენ გაწუხებთ, მე თქვენ ვერ დაგეხმარებთ. თქვენ არა. რატომ მაინც მე მხოლოდ ვაშობ? მაინც მე ფსიქიატრი რა გავაკეთე ფსიქიატრებს არ მიწევს, არ მიწევს და ძალიან მეგობრებო, ერთი წამო. მე თქვენ ვერ დაგეხმარებთ. დაგათავისუფლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იყიდეთ. მე არ ვიცი ეს რა იყო. და არც მინდა რომ ვიცოდე. უბრალოდ მინდა რომ ახლავე წავიდეთ აქედან. ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელია, გესმით? თქვენ ხედავთ განსაცდელში მყოფ მოყვას და თავიდან იშორებთ მხოლოდ იმიტომ რომ ის ღმერთია? თქვენ არ ხართ ღმერთი. ღმერთი არ არის. კი, შეიძლება ერთი-ორი ჩადოს გაკეთება გეხერხებათ, მაგრამ არაფერი ისეთი ის ტელევიზიით არ გვინახავს, მაგრამ თქვენ ღმერთი არ ხართ. ღმერთი არ არის. ირგვლივ მიმოიხედით თქვენ. თქვენ გგონიათ რომ ღმერთი არსებობს? შენ იცი რომ ის არსებობს. მე? კი? არა, რაღაც ხარვეზია თქვენს გამოძიებაში. კარგად შემომხედეთ. მე ღმერთის არ მწამს. მარწმუნე არ ვარ. აბა ვის ელაპარაკები ხოლმე მთელი ამ 36 წლის განმავლობაში? აი დასაძინებლად ისე ხომ ვერ წახვალ თუ ერთი-ორი საყვედური არ თქვი. მოიცა გავიხსენო დღეს რა იყო? წვიმა. ისე ამ ბოლო დროს ცოტა მერყევი გამოგიდებულება გაქვს ამ წვიმასთან მიმართებაში. ვინ ხართ? აზრების მკითხველი? ვერასდროს დავივიწყებ ჩვენს პირველ შეხვედრას. აი მაშინ 4 წლის იქნებოდი.
გვიანი ღამე იყო. შენს მშობლებს ეგონათ რომ შენ გეძინა და შენზე საუბრობდნენ. ახსოვს, მამა შენმა დედა შენს უთხრა ჩერჩეტი გოგოა. ეწინა ფესახის სუფრაზე სკამზე რომ არ დადექი და არ იგდები. იმავე ღამეს გამიჯავრდი, თქვი რომ მე შენ რა ახარ წავს. პატარა ბავშვები არ გიბრალება. აბა გაგახსენდა? არ მახსოვს 4 წლის ასაკში რა იყო. და 34 წლის ასაკში იმედია გახსოვს შენი 34 დაბადებამდე თუ გამოგიცოცხლო მეხსიერება. ესე იგი იცი რაზე ვსაუბრობ. კმარა. დაგიმა. თოვლივით გათეთრდი. ახლა წყალს დაგალევი. აი. თუ კარგად მაშინ მითხარი რომ უბრალოდ მე მესაუბრებოდი. მე წარმოსახვით ხალხს ვესაუბრებოდი. ხშირად წარმოსახვა და რეალობა ერთმანეთში იგვერება. ფაქტობრივად ჩემს არსებობაში არასდროს დაიჭრება. არ დავეჭრებულ ვარ. დავეჭრებულ ვარ და თანაც როგორ. ეს როგორ შეიძლება გაბრაზდე იმაზე, ვინც არ არსებობს? მე წამითაც არ მიფიქრია რომ იქვინე. გისმენდა? დიახ, გისმენდი. ყველა შენს ფიქრს, ეჭვს, ყველაფერს ვისმენდი. შენ ერთადერთი რამ არ გიქნია. არასდროს გითხოვია ჩემთვის რა. ხედა. იმიტომ რომ არ მჯეროდა იქ თუ მართლა იყო ვინმე. ვიცი, როგორ ამბობდი ხოლმე, როცა მართლა ძლიერ დაკაპასდებოდი. ორადული ვარიანტი არ ღმერთი არ არსებობს, ან თუ ის არსებობს, მელჩიკში მასთან შეხვედრას არ ვისურვებ. არა, მე ბნელი ჩიხი არ მიქონს, მე ვთქვი რომ მასთან შეხვედრას არ ვისურვებდი მე. გნელჩიხი მის ნახვას არ ვისურვებდი. კლინიკური სიკვდილია ეს ყველაფერი. და ჰალუცინაციები. ახლა თავს სიკვდილის უფლებას ვერ მიცი. ისინი შენ არც მკვდარი ხარ, არც რაიმე გელანდე. აბა რა არის? რა ხდება? ვინმე ფილმს იღებს? არაფერი, უბრალოდ შემომხედე ეს მე ვარ. არა. არა, შემიძლია. კი. მე ვარ. აბა რა. რა თქვენ მზად ხართ ყველაზე დიდი სისულელეები დაიჯეროთ და არ იწამოთ ყველაზე ხელშესახების საგანი. თელიდანიც ცახცახებთ, როცა შავკატას ხედავთ. ელდაგეცემათ თუ საკე გაგიხვდათ. საჭმის მომნელებელი სისტემა თუ გინახავს შიგნიდან. ფიქრობ, მინდა გეგმა ეს გრძელი და დახლად თუ მიგზა, რომელიც პირიდან იწყება და მთავრდება იცი შენ სადაც. ოდეს მიგიცდია 7.5 მეტრის ჩაგეცვა, 9 ფეხსაც მის 5 ზომის მუცელში. ასე პატაძინა პანკრეასმა საიდან იცის ზუსტად რომის გამოყოს ფერმენტები, დამშლელი ცხიმების და რომელთაც უზომოდ მოიხმართ. როგორ გგონია ვინ მოიფიქრა 12 გოჯა? აბა? რას? ჯერ ეს ერთი. მრავლობითში ნუ მელაპარაკებით. მე არ ვიცი თქვენში ვის გულისხმობ. მე მეტის არაფრის მწავს. არა. შენ გწამსო ერთ დღესაც შენი ბიჭი იტყვის დედას. თუმცა უკვე 16 წლისაა და ჯერ სიტყვაც არ დასცდენია. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა სპეციალისტმა გითხრა, შანსი არ აუდეს მის სიტყვა დედა, ან სხვა ნებისმიერი ნამთქვასო, მაინც გაქვს იმედი. ჯერა რომ ერთ დღესაც ქმარი დავითუნდება. თუმცა უკვე მეორედ იქორწინა და ახალი და ჯანმრთელი ბავშვები ჰყავს. და შენ იცი რომ ბავშვი მეტად ჯანმრთელი არ ეყოლება. რამეთო არც ერთი ჭკუად მყოფელი კაცი არ გაყოფს თავს ეგეთ ხუმში. შენ მაინც გწამს. რა? არა?
ახლა კი ნამდვილად დამარცხებული. ეჭვგარეშია. ეს შენ ხარ. მხოლოდ ღმერთი. მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს ასეთი არა ადამიანი. გაწენია? რა გინდა ჯერა? ის რაც ყველას ვინც აქ მოდის, ფსიქოლოგის სეანსი. არა და წამითაც არ გიფიქრეთ, რომ მე თქვენი დახმარება შემიძლია. ვითომ რატომ? იმიტომ რომ არანაირი გამოცდილება არ მაქვს იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც თქვენ გაწუხებთ. არანაირი ტრენინგი არ გამივია პაციენტი ღმერთის ან რაიმე მსგავსის თემაზე. ყოველთვის ხდება ცხოვრებაში რაღაც პირველად. მაინც და მაინც მე რატომ? დავიწყოთ იმით, რომ ჩემს უდიდეს თაყვანისმცემელთაგანი შენახ. არ ვიცოდი. ნუ მეგოდი შენ. მე მინდა ზუსტად ისე მომექცე, როგორც აქამდე მეკცეული. ძალიან დიდი სხვაობაა ღამღამობით წარმოსახვით ხართან საუბარსა და ღმერთის მკურნალობას შორის. აი ხო გაშინე. არა. ელა უმისმენ. პირდები რომ თმის ერთი ღერი არ ჩამოგივარდება. გებიცე. ვის მეფიცებით? მითხარი, ვის მეფიცებით? აი. დასაგებია მორჩა. რა? არაფერი, მე ვცადე. ყოველ შემთხვევაში ვერავინ ვერ იტყვის რომ მე არ ვცდილობ. არა, სადმე მითხარი? აღარ შეგაც. არა, წამით მოიჩუნე. არა, მართალი არ უჩვიცი, არ უნდა მოსულიყავი ეს დიდი შეცდომა. არა, იგი ძალიან საჭიროა. გემუდარები დააცა. ეს სისუსტის მომენტი იყო. გაიარა. გემუდარები დუწახა. ძალიან ხომ გაბრუნდი. რაგან მოხდი გასაგები იგი ძალიან საჭიროა. ელა ანუ ეს იაფასიანი ფიქრი იყო? ნამდვილად იაფასიანი. მაგრამ გამართლა. რამდენ სეანს ფიქრობთ? ერთს. არა, ეს ხანგრძლივი კურსია. აიცით მე ადვილად ვითვისებ. მხოლოდ ერთი სეანსი. კარგი, ცადოთ, მაგრამ ვერაფერს დახვედრია. არა უშავს. რატომ მოხვედით ჩემთან?
დადებულ პირობებზე თუ ცემდება ეს ხანდაზმულობის კანონი. ისე წარღვნა? ოღონდ თანამედროვე. დიახ, ამჯერად ეს იქნება ბოლო და უკანასკნელი, გესმით, ამბის დასასრული. სიგარეტზე? ესეიდან ვიცით. დიახ, შევინახე აქ ერთი ორი. მაგრამ 8 თვის წინ ხომ დაანებე მოწევას. მე მგონი ძალიან შტერული გადაწყვეტილებაა, თუ კი წარღვნა გველის არა. ხომ შეგაწევთ თუ მოვწევთ. განა პასიურმა მოწევამ თქვენ რა უნდა დაგაკლოთ. არა. მაგრამ ვერ რატო? იქნებ ეცადო და აზრის შემაცვლელი. მე დიახ თქვენ. აბრაამა ვერ შეძლო, როდესაც სოდომის გადარჩენა უნდოდა და მე შევძლე. მოსემ ხო შეძლო. იცით მე უკვე ისად მიყავი რომ მთელი კაცობრიობა გამიშლით ან ოქროს ხდოს და ნო. ხო, მოსემ თქვენ. საერთაშორისო სირცხვილისაგან გიხსნათ. გამოიყვანო მთელი ხალხი ეგვიპტიდან ზარზეიმითა და კვამლის სვეტებით, მხოლოდ იმიტომ რომ შემდგომ წამში გაჟლიტო. რას გავს ეს? მართალი ხარ. იცით დღემდე უნდა უფრო მასყურებად ხო. მე რაღა შანსი ვრჩება. თქვენ ხომ ოპტიმისტი ხართ? შემახსენეთ რა დრო მაქვს აზრი რომ შეგაცვლევინოთ 50 წუთი? არა, აქედან 10 უკვე დაფლანგეთ. 40 წუთი. დიახ, 40 წუთი რომ სამყარო ვიხსნა დაღუპვისაგან. მაგრამ სუიციდს კი მეტი დრო დასჭირდებოდა. რა მაგერინე, რატომ არ მეკითხებით თუ რატომ მინდა სიკვდილი? განა ამიტომ მკითხოთ. მართალი ხარ? გისმა. დავიღალე. მეტი აღარ შემიძლია. მერე წადით სამსახურიდან და სხვა ღმერთს მიეცეთ საშუალება საქმეები აკეთოს. ოჩა. როგორ კარგად მოიფიქრეთ. მართლა? რა თქმა უნდა არა. შენ ახლა მხოლოდ ბრაზი გალაპარაკებს. არა და სიბრალული მაინც უნდა მეკროს. თუმცა არაფერი არ გიგრძნობა. ხომ არ გინდა ისე ამაზე ვისაუბროთ? კი ბატონო. ძალიან კარგი. დავიწყოთ. ელა, რატომ ვერ იგრძენით არა, სიბრალე? არ მსურს ამაზე საუბარი. ეს მე უნდა გიქურნალოთ, თქვენ და არა თქვენ მე. რას გიცნობთ? არა. არაფერში რას გულისხმობთ? მაინტერესებს არაფერი მანამდლებს ის იმედია არა, არაფერი რო არ განაგებდეთ აქ არ მოხვიდოდით. რამდენი ხანია რაც თავს ასე გრძნობთ? ასე 2000-2500 წელი. 2000 წელია ასე გრძნობთ თავს და მხოლოდ ახლა მოხვედით სამკურნალოდ. რას ელოდეთ? მეგონა რომ დრო თავისას იზამ. პირველად რისი ხსოვნა მოგდით თავში? რომ თავდაპირველად შევქმნი ცა და მიწა. ეგ ვიცით. მანამდე? მანამდე იყო წვდიადი. ქაოსიც იყო, იცით? არ გიგრძნიათ არავითარი მარტოობა? რატომ მარტოობა? აბა ვისთან ერთობოდით? ქაოსთან? იცით არ მახსოვს. ჩემთვის მთელმა პერიოდს ბინდი აქვს დადაფარებული. არა უშავს, მე დაგეხმარებით გაიხსნა. ხო. არც დედა, არც მამა, არც და არც არ მამა. შეწყვიტე, რა გინდა რომ ეხლა კიდევ ვიტირო? ო, ეს ცუდი იყო, ყველაზე საშინელი რამ. ამის შემდეგ გადაწყვიტეთ შეგიქმნათ სამყარო. დიახ, ეს უეცარი მოზღვავება იყო შთაგონებისა. მთელი ამბავი თვალწინ დამიდგა, მთელი 7 დღე ერთმანეთის მიყოლებით. რას გრძნობდით, როდესაც ამ ხოლმეს უყურებდით? სულიერი აღმოფრენა იყო, რომლის მსგავსი მანამდე არ განმეცი. შეგიძლიათ ის განცდა აღიდგინოთ. უზომონღებლადება, საოცარი რამ. ერთი კვირის თავზე ზენიტში ვიყავი. აი იმის შემდეგ კი სულ დაღმართებაში. ხოლო დაღმართია ესე. ერთი წუთით ისე ზენიტში დაგჭირთ. ახლა გქონდა ყველაფერი. რა საკვებელია? ამაღელვებელი იქნებოდა. არა, ხოთი. პირველი მზის ამოსვლის კიბა. ჰეი,
გია მაია. იცით მე არ მიყვარს როდესაც არაბაღო. მე ვიქითო, იტრაბახე. მისთან უნდა იტრაბახოთ თუ არა თქვენს ფსიქოლოგთან. თქვენ ოდესმე გიგრიათ რამდენი ფერი აქვს წვალის. რამდენი? სასმულო და ზებრა ჟირაფი. ამასესები. თვალი საყვარელი. კენგურუ. ეს ჩანთა გენიალური აზრია. იცით ბოლო წამს მომივიდა ეს გენიალური იდეა თავში მიფიქრე რატომ შეიძლება თავის პატარა ჩვენისთვის ჩანთა კონდეს აი ამ კოვბოების კი ნაკლებად თორანები. რა საინტერესოა, რაზე ფიქრობდით, როდესაც აი ამათ ქმნით. ყოველების სახუმარო საგანი არ გახდა. კიდევ მაინტერესებს რა წარმოთქვით, იხან ტარაკანა? რატომ არ შეიძლება რომ ცოტა გამხიაროთ? თქვენ ეს გახალისეთ. სიმართლე თუ გნებავთ, ოდნავადაც არა. მოდი გავაგრძელოთ. თქვენ თქვით რომ მეხუთე დღემდე ეიფორიაში იყავით. რა მოხდა მე-6 დღეს? ადამიანი შექმნით? რატომ არ გავჩერდი ამ მე-5 დღეს? რა მშვენიერი იყო სამყარო სანამ თქვენი გამოჩნდები. და თუ კი ასეთი კარგი იყო, რატომ შექმნით ის? $1,000,000 შეკითხვა. რატომ შევქმნი ეს? შეეცადეთ გაიხსენოთ გადაწყვეტილების მიღების წინა წამი. წამის სანამ იყოდით ჩვენ სახე და ხატად შევქმნათ ადამიანი. რა იგრძელით? არ მახსოვს. ეთყობა მაგ მომენტში ყურადღებით არ ყოფილი. ყურადღებით არ იყავით, როდესაც ადამიანს ქმნიდით? თქვენ როგორ ფიქრობთ, ყურადღებით რომ ყოფილიყავი, ასეთ სისულელეს ჩავიდები. იქნებ ახლა თავი გინდათ რომ დაიწვიოთ. ისე. არ ვიცი. მეც ეს მაინტერესებს. თქვენ რაღაც გაგდათ იმ ვეება ჯადოსნურ საფარში. რაღაც არა, უფრო ვიღაც. დიახ, ვიღაც ვინც გაგიგებდათ? მოგისმენდათ? არა, შეგიყვარებდათ? როგორ აღიხსნათ, ვიღაც გაგაცასებდათ? მეგობარი. მეგობარი? დიახ, მე მეგობარი ვარ. ადექით და თქვენთვის მეგობარი შექმნით. დიახ, მე რა მოხდა? აი ახლა 8 მილიარდი მეგობარი მყავს და თავი ასე მარტოს რესტორანს მიქუძ. მეგობრისაგან იმედაცრუება. იმედაცრუება? რატომ მაინც და მაინც იმედაცრუება? იმიტომ ხომ არა რომ ქვეყნიერება ვერცხლის ლანგარზე დადებული მივარდი და მას შემდეგ მხოლოდ მისი განადგურებით არის დაკავებული. ეს არის იმედგაცრუება. ამიტომ გინდათ რომ წარღვნა მოავლინო. შენ გესმის რას ნიშნავს ხედავდე შენი ნაღვაწი ყოველ დღე როგორ ეშლება ფეკალიებში და თან მისი ხელით შენი საუკეთესო მეგობრის ხელით. დედა ჩემის ალიკვალი ხარ. დიახ, მასაც როდესაც ამის საშუალება მიეცემა, ყოველს მიწასთან გაასწორებს, მის იმედებს უწყნებს. მოდელი ხალხს მაგარი. რა მოლოდინები გქონდათ ამ მეგობრისგან? არ ვიცი მეგობრისგან უპირველესი, რასაც ელიან ეს ერთგულება. კიდევ უსმენა უნდა იცოდეს, ჩემი იმედი მქონდეს, მე დამეყრდნოს და როდესაც მოვუხმო, ჩემთან უნდა მოდიოდეს, სადაც არ უნდა იყოს. დიახ, ჩემი ძაღლი. მაინც მე გაფრთხილება თქვენი ძაღლი. იქნებ სხვა რამეს ეძიებდით. რას ვეძი? არ ვიცი, თქვენ თქვით, მე დრო მაქვს. მაგრამ ხომ არ გავხართ იმ ფსიქოლოგებს, რომლებიც 1 საათის დუმან და ამ დუმილში 200 შეკელს იღებენ. 200 არა 400. 400 შეკელი ერთი სიას
ასე რატომ გიჩვით აგიობთ ასე ძებთ? ასულზე რას? სანით იწყებ. სანით? სიყვარული. კარგი რა. ამე უფრო ორიგინალური ვერ მოიქცე. არა, როგორ მგონია თქვენები უბადო იქნებავა. რომლის მთელი არსება კაპრიზულ მოვლენაზე კიდია სიყვარულს რომ ეძახიან. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დია. ხოდას ცდები. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამაში იღებ 400 შეკელს. ბოლოს ყველა სიყვარული ათეთიკურია. ფაქტია. მე დაცილი ვარ ამ გრძნობისგან. მადლობა მე. მე როგორც გრძნობ და ვხედავ. თქვენ ყველაზე მეტად გინდათ და იღებთ კიდეც ყველაზე მეტ სიყვარულს. ასე გგონია? ამას ვერ გრძნობთ. ნახეთ რა ხდება ეკლესიებში, მეჩეთებში, სინაგოგებში. გასაგიჟებელი თამბექი გაქვთ. ნემსი არ ჩავარდება ისეთი სიმრავლეა, ყველა თქვენთვის ლოცულობს. სად არიან მოკვდნენ თქვენი გულისათვის? იცით? ასეთი პოპულარული არასოდეს ყოფილა. არა. მათ მე არ მჭირდება. ჩემი სახელი სიწმინდისთვის ადამიანები იღუპებიან, ცხოველები ნადგურდებიან. სახლები ცეცხლის ალში ეხვევა და აქედან რა დასკვნა უნდა გავაკეთო, რომ მე მათ უყვარ ვარ? მოდით, ადამიანის შექმნას დავუბრუნდეთ. როდის იგრძენით, რომ ეს ის არის? პირველივე წამიდან მიგვერდა. გიყვედა. გიყვედა. ნელა წარმოიდგინე, ვაჩვენებ ხეებს, ჩანჩქერს, გულბელს. ყოველივე ლამაზს, რაც სამყაროშია და ვეუბნები. ადა, მეგობარო, აი ეს ყველაფერი. ჩემგან შენ მოიხმარ მიდი. აი ის კი მაინც ცხვირით მიწასთან. რატო? რატო? მეც შეკითხვა ნაცუხებდა. სანამ არ ამოხსენი. რომ რა? cherchez la femme. ეძიე კარი. ამი ქალის შექმნა წინასწარ არ დაგიგებავთ. ზუსტად ისეთი შეუქმნელი, როგორც მას ეწადა. ამ კერდის საკითხზე გამრივლებით მიჩიჩინებდა ორი ძუძუ, როგორც ორი თიკანი ნიამორის შემში. ძალიან ყვაყოფილი იყო. ბოლოს პოეტობაც კი დაიწყო. სამნურია შენი ალერსი. და თქვენ რას გრძნობთ, როდესაც ამას უყურებთ? წამიდან, რაც ადამის ცხოვრებაში ქალი გამოჩნდა, ადამი საოცრად მოუცლელი გახდა. და წარმოიდგინე თავს რითი თქონდა, რაღაც არაფრის მომცემი და უაზრო თამაშები გამოიგონა. აი მაგალითად, კუკუ, სად ხარ? აქ ვარ. ვერ ხედავ. ჩიტო, დაგინახე. არა, დაგინახე. სად ხარ? აქ ვარ. კუკუ. ამის შემდეგ გადაწყვეტეთ ვერი განეგზავნათ ქალისთვის ხაფანგის დასაგება. ერთი წუთი დასჭირდა ქალის საცდუნებლად. ვაშლი რომ ეჭა. ამის გამო მოიწულეთ ქალები. მე მოვიწულე ქალები, რასწვლა. შეხედეთ, როგორი სასჯელი დააკისრეთ ებას. არა, მე მხოლოდ ის უთხარი, რომ ტკივილით შევდებით კი შვილებს, რა მოთქმა და გოდება, მით უმეტეს დღეს ეპიდურული გაუტკივარების პირობებში. ენება მიეცით ქალზე ებატონა. ქალზე ებატონა ახლა ისე მითხარი თითქოს. მართლა შეძლოს ვინმეს თქვენზე ბატონო. გახსოვთ ის მომენტი. ლეგოს ფოთლებით რომ დაიფარეს სხეული. უშინელი. რა იქნება? თავიდან შოკი იყო, ვიდიქე, თან ხარ ღალატობს მეკი, მაგრამ არა, რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ საქმე ვერ იყო რიგზე. გაბრაზდი? გავცეცხლდი, გავწობდი, ერიხნით გავიხრიალე. ადამ, სად ხარ? წარმოიდგინე, როგორ შეეშინდა, შეკრთა და ფოთლების აცვალში ჩაისვარა. აი ამ ხრიალში. მე შეშინებული ღმერთის ხმა მესმის. რადგან თქვენ დაკარგეთ იგი. ჩემი შეხედულებით. თქვენი ყველაზე დიდი შიში ისაა, რომ არ მიგდო.
გეკითხება. თქვენ მართლაც არ შეგიძლიათ იმუშაოთ მასთან, ვისაც მდარე ადამიანური კომპლექსები არ გააჩნია. მოდი 10 მცნება გავიაროთ. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ამათ მცნებაში? არაკლა, არ მოიპარო, არ იყოლიო სხვა ღმერთებით ჩემს წინაშე. თუ კი ეს მიტოვები შიში არაა, ფსიქოლოგსაც მუღარ დამიძახე. ზეგან არ თქვით, რომ მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როდესაც უჭირდება. აი ამაში როგორ იღებ 400 შეკელს? ძალიან გაბრალოთ ის ჩემი 400 შეკელი. მიხარით, ცნობადი სახეებისთვის ფასდაკლება ხო არ გაქვს? შემიძლია გავახმაურო, რომ ჩემთან იყავი. რა თქმა უნდა, გიწევს მე ფსიქიატრიულში გამოყოფდა. მაშ ფასდაკლება არ გექნება. ერთხლის მოყარება. არის ამ ფულში ისეთი ასე რომ გაგიჟებ ყველას. რატომ ხართ მასე ასე ყურებამდე შეყარებული? დღენია და გესმის მის დოლარმა აიწია, დოლარი დაეცა, დოლარი რა არის ეს დოლარი? დანა კარგი რა გააკეთა კაცობრიობისთვის. როდესმე გიფიქრიათ, რას გრძნობდა თქვენ მიერ შექმნილი პირველი ადამიანი. წამის წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი ხართ. მალე ედემიდან გამოგაპანღურებენ სამუდამოდ დაწყებლებსა და დამცირებელს. ხოლო შენი ორი შვილიდან ერთი მკვდარი და მეორე კი მკვლელი. წამი მაინც თუ ყოფილა, რომ იგრძენით მის მიმართ სიბრალუში. სიბრალული რა არის? შენ მომასწავლე. მე შეგახსენებ, რომ მე ღმერთი ვარ. სავსე სიბრალული. თვით სიბრალულით ახსავსე ღმერთი. აი ეგ რას ნიშნავდა? ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ სიბრალული. მოიცა, ეს ახლა კითხვა თუ მტკიცე? მე თქვენ გეკითხეთ. წამი მაინც თუ ყოფილა, რომ იგრძენით თქვენს მიერ შექმნილი პირველი ადამიანის მიმართ სიბრალული. მილად იყო ეგეთი წამი. მიაბეთ მათ წამზე. ციფეს უკვე ბოლოსკენ იყო, ყოველივე ყვირილის, წყევლის, დავით არაბის შემდგომ. როდესაც ვნახე უკვე 60-დან გამოყრილები, ეს შეშინებული, ეს დამჭკნელი ლეგვის ფოთლები სანახევროდ რომ უფარებდათ გაყინულს სხეულს. იმ წამს ვეგულმა რაღაც მიგრძნო. მივხვდი რომ მათთვის რაღაც უნდა გამეკეთებინა, რაღაც უნდა მომეფიქრებინა. და რა მოიმოქმედეთ? ყავის პერანგები შევუკერე. რა? ხო, აღიარებ, სახელობი უნდა გრძელი მომივიდა, მაგრამ ჩვენ ახლა მოდაზებს საუბრობ. არ არის ამ ყავზე მუშაობა ადვილი, ნიუანსი და დეტალი. როგორ გეძინათ იმ ღამით? ბავშვებით. ბავშვებით? კაინმა აბელი მოკლა და თქვენ ბავშვებით გეძინათ. რატომაც არა? არ გიგრძნიათ ოდნავი შერხება ფრთისა. ერთის ბატკანი უფრო გემრიელი. ორივე მათგანმა მოგართვათ წხვენი. თქვენ კი ერთი აირჩიეთ. მე გავაფრთხილე აბელი. გახსოვთ რა უთხარით. როგორ უნდა დავიმახსოვრო ყველაფერი, რასაც 10,000 წლის წინ ვიძახდი. მე მახსოვს რა მეც მახსოვს. სიტყვას თუ სიკეთის მქნელი ხარ, განთავაწეული არ უნდა იყო. თუ სიკეთის მქნელი არ ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია გარდა. შენკენ აქვს უტოვო. შენ კი იბატონი მასზე. რა სისულელი. აბა, როგორ ვეც? 3000 წელია უდიდესი კომენტატორები ოფში იხვრებიან. ჰაერში ყვანძებიან, რომ ეს ბუნდოვანი მუხლი ამოხსნა და თქვენ გეგონათ, რომ პირველი ბავშვი ბუნებისა გაიგებდა ამას? რა ის არის ერთი და იმდენად რთული იყო, რომ წამის შემდეგ კაინი ადგა და აბელი მოკლა. და რა უნდა მეთქვა მისთვის, რომ რა აბელის მოკლა ტეხავს? აბა რა უნდა? შეგესოგებ, კაი, ნუ მოკლა აბელს. ხომ საკმარისად ლიტერატურულია თქვენთვის. თუ სიკეთის მქნელი ხარ, თუ სიკეთის მქნელი არ ხარ. რა სისულელია. ნამდვილად დასანანია. თქვენ რა
ფსიქოლოგი ხარ? თქვენ რა ღმერთი ხარ? ყველაფერს თავდაყირა აღიარებს. რაც მოვედი მხოლოდ მამთან. არა და დადებით ენერგიებს არ უნდა მასწავლე. და არ უნდა მითხრა თუ როგორი მართალი ყოველი შემძლება სასწავლო მოქმედი ვარ. არა ხომ უნდა მიმიღო ისეთი როგორიც ვარ. მიხედავთ ჩემი ყველა ნაკლისა. აპატიო ეს ბავშვობის დროინდელი უბადუკი შეწოდება. ნებისმიერ ცინგლიანში რაღაც დადებით სკოლა. და ჩემში ვერ მოიძებნა ვერაფერი ხეირია. თუნდაც ერთი რა. მართალი. თქვენ დიდი ხელოვანი ხარ. მადლობა. მაგრამ რაც უფრო დიდია ხელოვანი, მით ნაკლებია როგორც ადამიანი. ესე იგი ასეთი წარმოდგენება ჩვენ შემიძლია. დიდად მართლა მითხრათ რას ვფიქრობ თქვენზე. ისო. თქვენ აგრესიის პრობლემა. თქვენ არ გინდათ გუგუგარდეთ. თქვენ გინდათ რომ თქვენი ეშინოდეთ. თქვენი რისხვის, თქვენი წყრომის ეშინოდეთ. აი ასე ვერ გამელა. რას მისა? მარილის წვეტად მაქსებ თუ რა გასაგებია? ეყობა მუცდი ჩემს მოთმინა. მე თქვენი არ მეშინია. თქვენი არ მეშინია გესმით? მივიდეთ. განადგურეთ, გააწამტყეთ. თქვენ ხვალე გუშაქვთ. ბალამ მოუღეთ ამ ნაგვის გულებს. მე თქვენი არ მეშინია. თქვენ დიდებული რამ გაგემართ? თქვენ გმირი ხართ. თქვენ თავს შეკავება ისწავლეთ. თქვენ თავს შეკავება ისწავლეთ. მე თავი არ შემიკავებია. თქვენ განრისხებული ხართ. ჩემი მოკლა გინდათ, მაგრამ ეს არ გააკეთეთ. რატომ? რამ შეგაჩერა? შემიძლია დიახ არ შემიძლია. თქვენ გავწავთ. თქვენ ხართ მეუფე. მე არავითარი ძალა არ მაქვს ისმის. მაგრამ როდესაც თქვენ შემოხვდეთ, აი ყველაფერი წარმოდგენილია. როგორ დაგაჯერებდი რომ ღმერთი ვარ თუ რაიმე შთამბეჭდავს არ მოვიფიქრებდი. და მე თავდექი და ყოველი შემძლე ღმერთი გავითამაში. აი ისეთი თქვენ რომ ბიბლიური თქმულებებიდან გახსოვთ. თამაში ასეთ ისე კიდევ შემიძლია. მე ესწრებს წარმოვიდგენდი რომ თქვენ ალბათ გახდებოდით. ანუ ღმერთი ძალიან ისეთმა. ამიჯერე რომ ამაზე არც მე არ ვფიქრობ. ერთი ვიცი რომ უსუსურობა ამ ქვეყნად ყველაზე დიდი უბედურება. მაგრამ ისე ვარ თავის მოკლაც კი არ შემიძლია. ამიტომ მოვედი შენთან და გთხოვ. დამხ შემთხვევა, როდესაც არ ვიცი მინდა თუ არა რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღოს. ჩვენ მოგვთანხმდით
და ვანადგურებთ სამყაროს. მოდი მე წავალ. შეგვაკეთებთ ამას. მე წავალ და ასე უკეთესი. მე არ ვარ დარწმუნებული, მინდა თუ არა უღმერთად ცხოვრება. რატო? უკანასკნელი, ვინც თქვენი ხმა მოისმინა, იყო იობი. რა მოხდა იქ? იობთან. აი თუ მისდევ შენ, ჰა? ვიცი რომ გიჭირთ იობზე საუბარი, მაგრამ მიამეთ. აი ის მოსმენა გსურს. იობი პატიოსანი კაცი. დიახ. უცოდველი, უბოროტო და თქვენ თავდავიწყებით უყვარდით და თქვენ რას აკეთებთ? რას გამოცდას უწყობ? აბა? ეს ფანაური განმარტება. ფაქტები კი ასეთია. 10 შულს უხოცავს და კაცი ჭკუიდან გადაკა. ეს მე არ ყოფილვარ, ეს სატანა მქნა, ეს სატანა იყო. ყოველდღე მოდიოდა ჩემთან, ყოველდღე მოდიოდა, აი ტვიში ვიძვრებოდა და სულ ერთ და იმავეს ვიყეორებდა. იობს სინამდვილეში არ გვახარ, გიპირფერება, რომ განაგრძო სიგარები ბრება სიმდიდრით და ფუფუნებით. უანგარო ტოტის მოშიშობს, იობი. რა მარტივია პასუხისმგებლობის სხვებისთვის აკეთებ. ჯერ გვერდი, შემდეგ სატანა. ვინ არის საერთოდ სატანა? საიდან შეიცადეთ გაიხსენოთ მისი ხმა, საიდან იობს სინამდვილეში არ გვახარ, გიპირფერება, რომ განაგრძო სიგარები ბრება სიმდიდრით და ფუფუნებით. უანგარო ტოტის მოშიშობს, იობი. სატანა ჩემშიც არის. საქმე ისაა თუ გააღვიძებთ მას. რა იყო იობში ისეთი რამაც თქვენი სატანა გამოაღვიძა. იობმა გაბადია, რატომ არ შეგიძლიათ რომ თქვენ საკუთარ თავს აპატიო? თქვენ აბა რა ჯანმრთელი ბოლოს და ბოლოს შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც გინდოდათ ყოფილი ვართ. მიმტევები მოწყალე. მითხარი რატომ უნდა ებრალებოდეთ? წერა ჩემი 34 დაბადების დღე ახსენეთ. დარწმუნებული ხარ რომ გინდა ამაზე ვილაპარაკოთ? დიახ, დარწმუნებული ვარ. შენ ბავშვის მოკვლას და შემდეგ თვითმკვლელობას აპირებდი, გესმის? მაგრამ ეს არ მიქნია. მაგრამ სახლში ყველა ფანჯარა დაკეტე, ყველა კარი დახურე, მე გაზიც გაუშვი. და თქვენ გელაპარაკეთ. მე? საშინელებები გითხრა. მაგეთი? ურჩხული გიწოდეთ ვამპირი. კანიბალიც. არა, კანიბალი არ. როგორ არა ურჩი კანიბალი? არა ურჩი. მაგრამ ვერ გავიგეს მაინც. რატომ არ ქენიდეს? საშინელება რატომ არ გააკეთე? იმიტომ რომ ვიგრძენი რომ თქვენთვის ეს სულ ერთი არ იყო. იმ მომენტში, ნუ მიპასუხეთ. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იქ იყავით თუ არა, მაგრამ ჩემ შეგრძნებაში იმ მომენტში თქვენ იქ იყავით. და იმ წუთის შემდეგ ჩემი შვილის მიმართ ისე განვეწყე. როგორც ღვთის საჩუქრისადმი. და მიუხედავად იმისა, რომ არ ლაპარაკობს და ვერასდროს გავიგებ მისგან ნათქვამ დედას, ან სხვა ნებისმიერ სიტყვას. იგი ისეთ რამებს მაძლევს, რომ არ ვიცი სხვა ჩვეულებრივი ბავშვი ამას მომწერდა თუ არა. და როდესაც ის უკრავს, ან მეხუტება, მეტია ვიდრე სხვა ნებისმიერი სიტყვა.
და რომ არა თქვენ მე ამას ვერ შევწევდი თქვენი შთაგონების გარეშე მე ამას ვერ მოვახერხებდი შულს შენ ჩემი რატო შულს შენი უნარის გიყვარნის ის მიუხედავად ყველაფრის განმავლობაში არავინ ჩაგხვდებია მე არ ვარ იგივეებისთვის შექმნილი ხო დადექი არია აუცილებელი ძალიან ხო დადექი არ არის საით ნებას მაძლევთ რომ ჩაგეყუტო დრო ამოიწურა არა ეს მე უნდა გითხრა თქვენ ასეა თუ ისე ის ამოიწურა ამელოდე აგირა ზოგჯერ ვაშლი ხოლო ვაშლი აი ეს კი 400 შეკელი არა როგორ არა თან ხო არ არის საჭირო სულაც სახე დასაკლებაც არ გაქვს ელო არ შეიცვალა მშვიდობით ელა სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა ალო ლიო დედიკო როგორც იქნა წვიმს დედიკო გადი ნახე როგორც წვიმს ჰალი შენ რა ლაპარაკი გაიწყენებს დე